საფინალო სასტვენია იბერია 1999 საქართველოს ჩემპიონია ზედიზედ მეორედ ისტორიაში მესამედ წარსულში საბურთალო ახლა კი იბერია 1999 ზედიზედ მეორედ იგებს ჩემპიონატს იგებს მესამედ თავის ისტორიაში და საქართველოს 31 ჩემპიონატის მოგებით ისტორიაში ტიტულების რაოდენობით გადადის მესამე პოზიციაზე. ულოცავთ იბერია 1999-ის გულშემატკივრებს, აი ამ წარმატებას, მორიგ ტიტულს და ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები, ანუ ჩვენ უსურვებთ წარმატებას ჩემპიონთა ლიგაში, სადაც მონაწილეები ვართ ქართული კლუბების წარმატებას. დასრულდა 2025 წლის რეგულარული სეზონი კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში და ამ სეზონის გამარჯვებული საქართველოს ჩემპიონი არის კვლავ თბილისური კლუბი, რომელმაც გაიარა გრძელი გზა, რომელსაც ჰქონდა 30 მატჩიანი წაუგებელი სერია, შემდეგ მძიმე ევროსეზონი, 2 სამწვრთნელო ცვლილება და გიორგი ნერგაძე 29 წლის სპეციალისტი საქართველოს ჩემპიონატის არსებობის ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა მწვრთნელი უჩა სოსიაშვილის შემდეგ, რომელმაც სწორედ გოლის მილას აი იმ 10 წლის წინ მოაგებია ტიტული, არის ის სპეციალისტი, რომელიც ახერხებს და აგებინებს ჩემპიონატს იბერია 1999. ძალიან მალე უკვე საზეიმო დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართება, ჩვენი კოლეგები იქ არიან, თავაზობენ კადრებს, მაგერ გიორგი ნერგაძე, რომელიც წარში აღდეს იბერიას ფეხბურთელებმა და მოკლედ ესეთი სეზონი გამოვიდა იბერიასთვის. ნებისმიერ შემთხვევაში ეკუთვნის მადლობა ბორის დილას, რომელმაც აი ასეთი ბრძოლა გაუმართა იბერიას და ორივე გუნდს, რომ შემოგთავაზეს აი ასეთი დრამატული, დამაინტრიგებელი სეზონი და მადლობა ყველა გუნდს, ყველა მონაწილეს. ახლა კი მთავარი იბერია 1999 საქართველოს 2025 წლის სეზონის კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ჩემპიონია. გიზი მამაგეიშვილი საქართველოს ჩემპიონის ფართან ერთად და აი ამ კლუბის წევრები, ფეხბურთელები, მწვრთნელები, სტაფის წევრები, ხელმძღვანელები და ასე შემდეგ. დავით მუჯირმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გადასცა მათ ტიტული, ოქროს მედლები და ღვინის ლეგენდარული კომპოზიციის ფონზე აღნიშნავს ჩემპიონობას იბერია 1999. თუ მოგეწონა ეს ვიდეო, დაალაიქე და გამოიწერე არხი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი საინტერესო სიახლეები.